თქვენ უყურებთ Star Vizias და უსმენთ რადიო Star FM-ს. მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ახალგაზრდული აქცენტები. მე მისი ავტორი და წამყვანი ნოდარ თათუძე გახლავართ. ჩვენ ყოველ გადაცემაში განვიხილავთ და ვსაუბრობთ ახალგაზრდებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე. ვისმენთ მათ მოსაზრებებს. ასევე ამ თემების ირგვლივ მსჯელობთ წარმატებულ და ცნობად ადამიანებთან ერთად. ეს არის გადაცემა, სადაც მთელი დრო ეთმობა ახალგაზრდებს და აქცენტები კეთდება საქართველოში ახალგაზრდების ცხოვრების წესსა და საქმიანობაზე. დღესდღეობით უამრავი პრობლემა ხდება ახალგაზრდულ ცხოვრებაში, რაზეც აუცილებელია რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება. გავიგოთ საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული კონკრეტული პრობლემის მიმართ და ამოდროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ სოციალური თუ პოლიტიკური აქტივობების შესახებ, რომელშიც ქართველი ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული. ახალგაზრდული აქცენტები ეს თქვენი გადაცემა. დღეს ჩვენ შევაჯამებთ იმ თემებს, რომლებზეც წინა გადაცემაში ვსაუბრობდით. ჩვენი პირველი გადაცემის თემა იყო უმაღლესი განათლების პოლიტიკა საქართველოში. რა ხდება ახალგაზრდულ ცხოვრებაში? რა როლი უკავია სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს ახალგაზრდული ცხოვრების ფორმირებაში? ამ თემების ირგვლივ გადაცემა ახალგაზრდული აქცენტების შეკითხვებს უპასუხეს განათლების მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელმა თამარ მეტრეველმა. მოგესალმებით, ოთარ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ პასუხობთ გადაცემა ახალგაზრდული აქცენტების კითხვებს. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებებს. მადლობთ, გაიხარეთ. პირველ რიგში მაინტერესებს, როგორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკა. პირველ რიგში და მთავარ რიგში მოდი ესე ვიტყვი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი ამოცანა ეს არის მაქსიმალურად მიიღოს მთავარი, რაც არის ჩვენი ღირებულება, ეს არის მიიღოს განათლებული თაობა. ასე რომ მთელი ინვესტიცია და მთელი პოლიტიკა ტარდება სწორედ ამ მიმართულებით, რომ მოხდეს მაქსიმალურად მეტი სამეცნიერო კუთხით ჩართულობა, დაინტერესება და მსგავსი ტიპის პროექტებით წახალისება ყველა ახალგაზრდის. სხვადასხვა ეხლა 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით იმართება სამეცნიერო კვირკვირეული, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად კავკასიის რეგიონში ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩამოდის CERN-ის ლაბორატორია და ვფიქრობ, ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმის თუ როგორ აქტიურად ვდილობთ ჩავრთოთ ახალგაზრდები ჩვენი მთავარი პოლიტიკის შექმნისათვის, ეს არის მეცნიერების და განათლების კულტის ამაღლება ზოგადად ქვეყანაში. ძალიან კარგი გასაგებია. რამდენად აქტიურად არიან ჩართულები ახალგაზრდები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით? მე ვიტყოდი, რომ ძალიან მაღალია აქტიურობა, მაღალია მოთხოვნა, მოდი ესე დავარქვევ ამას. მოთხოვნა იმ მოტივით, რომ პირობითად არის ბევრი კითხვები, ბევრი დაინტერესება, მრავალი შემოთავაზება და ინიციატივა. ვფიქრობ, ძალიან კარგად უღებს და უწყობს ალღოს თანამედროვე სტუდენტობა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკას. ეს ძალიან კარგია და პირიქით ჩვენც უფრო მეტ ტონუსში ვარ, მოდი ესე ვიტყვი, როდესაც სტუდენტი გთხოვს მეტს და ჩვენც შესაბამისად ვაძლევთ ყოველთვის ადეკვატურ დოზირებას. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც შეუქცევადია და ვფიქრობ, ეს არის ყველაზე გამართლებული, რაც შეიძლება დღეს გაკეთდეს საქართველოში. მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების შექმნა. გასაგებია. რა პროექტებს ახორციელებს განათლების სამინისტრო ახალგაზრდული მიმართულებით? პროექტები, რა თქმა უნდა, ეს არის საგანმანათლებლო, რა თქმა უნდა, ეს მთავარი მონაპოვარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელსაც ვიტყვი, ეს არის 21 უფასო სპეციალობა, რომელსაც პრაქტიკულად სახელმწიფო პრიორიტეტული საგნები რაც არსებობდა რამოდენიმეჯერ გაზარდა აქ მოთხოვნა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული ნაბიჯი. ასევე არ შემიძლია არ გამოყო დოქტორანტურის დაფინანსება, რომელიც პრაქტიკულად იყო ახალგაზრდა მეცნიერების ყველაზე დიდი წახალისება იმ მოტივით, რომ შეიქმნება ახალი ინოვაციური სამეცნიერო კვლევები, დაიცვება ახალი რანგის და რანჟირების დისერტაციები. შესაბამისად ეს გამოიწვევს იმას, რომ ისევ და ისევ ჩვენი მთავარი პოლიტიკა რაც არის დაუბრუნდებით თქვენს პირველ კითხვას, რომ საქართველოში განათლების პოლიტიკა ჩვენი მთავარი არის განათლების და მეცნიერების ზონის ამაღლება, ეს ყველაფერი უწყობს ხელს იმას, რომ დონე აიწიოს ამ მიმართულებით. გასაგებია. მოგმართავენ თუ არა ახალგაზრდები თავიანთი პრობლემატიკით და რამდენად გვარდება ის? რა თქმა უნდა, მოგმართავენ, ეს არის ჩვენი ყოველდღიური რეჟიმი, დაწყებული სოციალური ქსელით, დამთავრებული პირადი კომუნიკაციით, ძალიან ბევრი სტუდენტური ორგანიზაციაა ჩართული, მე არ ვთვლი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, ბევრი შუამავლის როლსაც ასრულებს, არ გვჭირდება ჩვენ უნდა ესე ვიტყვი ამას, ჩვენი კარი ყოველთვის გახსნილია, მათ შორის ეხლაც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. მიხსოვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო რაღაც სტუდენტების გამოსვლები, მაგრამ პროცესი გადმოვიტანეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფარგლებში, ყოველდღიური რეჟიმში ხორციელდება სამუშაო პროცესი, სადაც გამოწყვეტილი გვაქვს პრობლემები თუ რაშია, რა არის გამოსწორებული, მოყავს კვალიფიციური ადამიანები, ვინც არის პასუხისმგებელი ამ მიმართულებით. შესაბამისად,
ნებისმიერ სტუდენტს მოდი ესე ვიტყვი, წელში გამართულად შეუძლია დაადასტუროს ის, რომ სამინისტროს მხრიდან მათი მხარდაჭერა, ჩართულობა თუ ნებისმიერი ფორმატით თანამშრომლობა ეს არის 100%-ით თავიდან ბოლომდე ღია და გამჭვირვალე პროცესი და საინტერესო რაღაცაა. ძალიან კარგი. სტუდენტებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სწავლის საფასურის გადახდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რა აღნიშნავს? მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად განახევრებულია სტატუსში შეშერებულ სტუდენტთა რაოდენობა, რაც ეს იყო 2012 წელს. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გაორმაგებულია ყველა ის სოციალური გრანტი თუ სხვადასხვა სახის დაფინანსება, რომელიც გადის სამინისტროდან, მაგრამ რა თქმა უნდა, მესმის ახლა ჩვენ გვაქვს ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენ ბიუჯეტში ჩავჯდეთ, მაგრამ მიხარია ის და ეს ძალიან კარგია. კარგია ის, რომ სამინისტროს ეძდება ამის ბიუჯეტი, მაგრამ ცუდია, რომ რაოდენობა რა თქმა უნდა არის საკმაოდ დიდი, მოდი ესე ვიტყვი. ყოველწლიურად ხორციელდება როგორც სოციალურ სხვადასხვა მიმართულების გრანტების გაცემა, ყველა ასპექტში აბსოლუტურად რა ვიყოთ შედარება, პროპორცია, რა ვიყოთ 2012 წელი და 2015 წელი, როგორც მინიმუმ ყავს გაორმაგებული ყველა მაჩვენებელი აბსოლუტურად დაფინანსების და გრანტის გაცემის მხრივ. ასევე ძალიან საინტერესოა ის, რომ გაორმაგებულია სტიპენდიის ამღებთა რაოდენობაც. გასაგებია. რა გეგმები აქვს განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების უფრო მეტად მრავალფეროვნებისთვის? ეს არის ხარისხის ზონის ამაღლება, რომელიც აქტიურად მუშაობს ხარისხის განვითარების ცენტრი, ძალიან მალე შემოგთავაზებენ ახალ კონცეფციას თუ რა იქნება, ეს არის მთავარი მონაპოვარი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, რომელიც ხორციელდება და ყოველწლიურად განხორციელდება მოთხოვნის შესაბამისად. ეს არის საინტერესო თანამონაწილეობაში შევდივართ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობაში, რომელიც შენდება თბილისში, ასევე ახალციხეში, ზუგდიდში, არაჩვეულებრივი სტუდენტური საცხოვრებლები მოეწყო. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გამომდინარე ვსაუბრობ ახლა ამ შემთხვევაში, მაქსიმუმის გაკეთება ის, რომ ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარისხის კონტროლს, ხარისხის ამაღლებას და ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს, რომ მივიდეთ ცივილურ დასავლურ ევროპულ განათლებამდე. ძალიან კარგი. და ბოლოს რას ურჩევდით ახალგაზრდებს წარმატების მისაღწევად? წარმატების მთავარი ფორმულა ეს არის, რომ საკუთარ თავზე იმუშაო ყოველდღე, იყო საკუთარი თავის მუდმივი განახლების რეჟიმში და შესაბამისად მუდმივი განახლებული საკუთარი, ანუ პირადი მე მოგიტანს ყოველდღიურად ახალ მეს. ეს არის მთავარი. საგანმანათლებლო რეფორმა უკვე 2005 წლიდან, როდესაც დაიწყო და აღნიშნეთ, რომ ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მოხდა მთელი რიგი სასწავლებლების ოპტიმიზაცია, აღარა გვაქვს თქვათ 2000 და 3000 სასწავლებელი, სადაც რომელსაც ასე ვთქვათ იურიდიული ფაკულტეტი ექნება, მაგრამ ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღება დღეს საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება და აი მარტო პრობლემად კი არა, ეს არის საკმაოდ მწვავე პრობლემა. ამისი თქმის საფუძველს მე მაძლევს ის, რომ ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩავატარეთ სისტემური კვლევა, იურიდიული განათლების ხარისხის კვლევა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სადაც ვიკვლიათ 16 უნივერსიტეტი თავისი სასწავლო პროგრამებით, თავისი ასე ვთქვათ სტუდენტებით, პროფესორ-მასწავლებლებით და იქ რამოდენიმე კომპონენტზე იყო ყურადღება გამახვილებული. გარდა სასწავლებლებისა, ჩვენ რა თქმა უნდა შრომის ბაზარიც გამოვიკითხეთ, რამდენად ემთხვევა შრომის ბაზრის ინტერესები უნივერსიტეტებში მომზადებული, ასე ვთქვათ, მომზადებულ კადრებს და აღმოჩნდა, რომ ძალიან რთული სიტუაცია და მე წაღან აღნიშნე, რომ მწვავე პრობლემაზე რესპონდენტთა 75%-მა აღნიშნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღება საქართველოში ჯერ კიდევ შეუძლებელია და ამისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ იგივე აკადემიური პერსონალის მხრივ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. არ არის იმდენი აკადემიური პერსონა, რამდენიც უნივერსიტეტია, ამ პროფესორ მასწავლებლებს არ აქვთ დრო, რომ თავიანთი დრო დაუთმონ სტუდენტს, იმიტომ რომ ისინი დაკავებული არიან ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში, ასე ვთქვათ, გადაადგილებით და ფაქტიურად არც ერთ უნივერსიტეტის სტუდენტთან მათ დრო არ რჩება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი
ასე ვთქვათ, პროფესია საკმაოდ ასე ვთქვათ, დროში ცვალებადია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კანონი იცვლება, ძალიან ბევრი სიახლეა და ასე შემდეგ და ამის შესახებ ინფორმაციის განახლება ყოველდღიურად სჭირდება, ასე ვთქვათ, როგორც პედაგოგს, ასევე სტუდენტს და ეს საკმაოდ რთულია იმ პირობებში, როცა ასე ვთქვათ, უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში გადაადგილებით არის ასე ვთქვათ პედაგოგი დაკავებული. პროგრამებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი პრობლემა იყო ის პროგრამები, რომელსაც უნივერსიტეტები სთავაზობენ სტუდენტებს, არ არის მოქნილი, არ არის შრომის ბაზარზე ასე ვთქვათ ორიენტირებული, რაც რა თქმა უნდა ასე ვთქვათ ძალიან ყურადღებას ითხოვს და თვითონ ასე ვთქვათ, სტუდენტების ინტერესიც მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მოთხოვნადი, ასე ვთქვათ, სპეციალობაა, ხო? და ამას რა უწყობს ხელს? ეს ხო არ არის ვთქვათ იგივე პრობლემა იმის, რომ შეიძლება სამართლის ფაკულტეტზე მოხვდეს სტუდენტი, რომელსაც ბუნებაში არ სურს, რომ იყოს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი და ვთქვათ, იგივე ეროვნული გამოცდების ეს სისტემა ხომ არ უწყობს ხელს რომ თუ მე უნდა შემოვხაზო ვთქვათ 20 სასწავლებელი თუ რაღაცა ძალიან ბევრი სპეციალობა და ასე შემდეგ სადღაც მოვხვდები ხო ესეც არის რა თქმა უნდა პრობლემა პრობლემა აგრეთვე ისიც რომ სამართლის ფაკულტეტზე უკვე მოსული სტუდენტები როცა საფუძველი და წეგან საუბრობდით ჩვენ რომ სამოქალაქო განათლება იმდენად ცუდად ისწავლება სკოლებში რომ ინტერესი ნაკლებია ახალგაზრდების ამ დისციპლინის მიმართ. როცა საფუძველს უკვე ის უნდა იძლეოდეს, რომ შემდეგ ეს სამართლებრივი განათლება დაშენებული იყოს ამ საფუძვლებზე. მოტივაცია უნდა გქონდეს იმის, რასაც აკეთებ. უნდა გინდოდეს, უნდა გწამდეს შენი საქმის. უნდა დაიცვა შენი იდეები, შენი მოსაზრებები. უნდა შექმნა ახალი, უნდა იბრძოლო მისთვის. ჩვენი შემდეგ გადაცემის თემა იყო მოტივაცია. თუ რამდენად მოტივირებულნი არიან დღეს ახალგაზრდები? რამდენად უწყობენ ხელს მოტივაციის ამაღლებაში უმაღლესი სასწავლებლების დაწესებულებების სტუდენტებს? ამ თემებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს. ახალგაზრდების მოტივაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა არჩილ ფრანგიშვილმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ზურაბ ვადაჭკორიამ და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ქალბატონმა ეკატერინე სუხიშვილმა. მოტივაცია არის ორი ტიპის: გარე მოტივაცია და შიდა მოტივაცია, რომელზე ვისაუბროთ. თუ გარე მოტივაციაზე ვისაუბრებ, მაშინ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გარე მოვლენები, თქვათ იგივე მედია, იგივე ტელევიზია, იგივე ასე ვთქვათ, ახლობლები, მეგობრები და ესენი რა გავლენას ქონებენ იმაზე, თუ ესა თუ ის არჩევანი როგორ გავაკეთოთ. ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არსებობს რაღაცა მიზანი, ჩვენ ვაფორმირებთ მიზანს და გვინდა ამ მიზნის მიღწევა. ეს არის გარე მოტივაციის შემთხვევაში. არის შიდა მოტივაცია, რომელიც გაცილებით საინტერესოა და რომელიც სინამდვილეში არის მოტივაცია. ნუ წარმოვიდგინოთ ასეთი რაღაც. გარედან ფორმირებული ჩვენი რაღაც მიზანი და ყველაზე კარგ შემთხვევაში ვახცევთ ამ მიზანს. მე შეიძლება აღმოჩნდეს, ეს მიზანი ის არ არის, რაც სინამდვილეში ჩვენ გვინდოდა. ანუ მიზანი და მოტივაცია სხვადასხვა რამეა. შეიძლება შენ გინდოდეს ძალიან კარგი სამსახური, გინდოდეს ვთქვათ კარგი შემოსავალი და ასე შემდეგ. ეს არ არის მოტივაცია, ხო? ეს არის მიზანი, მიღწევა გინდა ამის. და შენ ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ შენ ამას მიაღწიო. ეს უდე არ არის, ეს კარგია, მაგრამ ეს მოტივაციასთან არანაირ კავშირში არ არის. მოტივაცია გაცილებით სიღრმისეული და ეს სწორედ უკავშირდება შიდა მოტივაციას. პატარა მაგალითს მოგიყვანთ და მიხვდებით, რაზეა საუბარი. წარმოვიდგინოთ ადამიანის ტვინი, რომელიც შედგება 100 მილიარდი ნეირონისგან, რომელსაც აქვს თავის ძალიან რთული კავშირები, იერარქიები და ასე შემდეგ. ყოველ წუთში ხდება ყოველ წამში დაახლოებით 700-დან 1000-მდე ახალი კავშირი იბადება. ადამიანი აზროვნებს. ეხლა რა ხდება? რამდენს პროცენტს ვიყენებთ ჩვენი ტვინის? 7%-მდე. მაქსიმუმი არის გენიოსები იყენებენ 13%-მდე, ეს არის დაფიქსირებული, დანარჩენი არის პოტენციურად შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიყენებთ. ეხლა წარმოიდგინეთ მოტივაცია.
მოტივაცია არის ერთობლიობა ბევრი რაღაცის. ეს არის ფილოსოფია. ჩვენ უნდა რომ ვიცოდეთ მოტივაცია კარგად რა არის, მაშინ ნეიროფიზიოლოგიაში უნდა გადავიდეთ. ესე იგი, ჩვენ რა შევქმნათ? შევქმნათ მიზნები თუ შევქმნათ სისტემა. აი ამაზეა საუბარი. თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ მიზნები, ეს მოტივაცია არ არის, თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ სისტემა, ეს უკვე არის მოტივაცია. ეხლა გადავიდეთ უფრო პრიმიტიულ იმაზე, ხო, კითხვაზე. როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს იმისთვის, რომ მას მოტივაცია გაუჩნდეს. უპირველეს ყოვლისა მან უნდა დააგროვოს ცოდნა, ხო? ეხლა ნახეთ რა არის საინტერესო, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნის დაგროვება მასივი ინფორმაციის თუ იმის დამახსოვრება. აღმოჩნდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის დამახსოვრება, არა ინფორმაცია, რა თქმა უნდა ინფორმაცია უნდა მიიღო, მაგრამ ეს არ არის პირველად მთავარი. უნდა დაიმახსოვრო ინფორმაცია. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ყოველდღე ვყურებთ უამრავ გადაცემებს, ვიღებთ უამრავ ინფორმაციას და მინიმალურს ვიმახსოვრებთ. ესე იგი, უნდა ასწავლო ადამიანს დამახსოვრება. ეს ყველაფერი არის სტუდენტთან დაკავშირებული, მოსწავლესთან დაკავშირებული, იმიტომ გეუბნებით ამას ყველაფერს. ესე იგი, შენი სწავლების მეთოდოლოგია, მეთოდიკა უნდა იყოს აგებული ისე, რომ რაც შეიძლება მეტი დაიმახსოვროს, როგორ უნდა დაიმახსოვროს ადამიანმა და რა მეთოდებით იმახსოვროს. მე თავიდან დავიწყე ადამიანის ტვინის სტრუქტურაზე საუბარი სწორედ აქედან გამომდინარე. არის ორი რამ. არის ის, რაც შენ გინდა ძალიან რომ დაიმახსოვრო და ვერ იმახსოვრებ. რატო? თუ ყველაზე კარგად შენ იმახსოვრებ იმას, რაც გადადის ჩვეულებაში. ხო? ესე იგი, შენ ცოდნა უნდა გადაიყვანო ჩვეულებაში. თუ შენ გადაიყვანე ეს, მაშინ შენის მუდმივად გამახსოვდა ძალიან რთულია ჩვეულების, ასე ვთქვათ, აღმოფრა, ხო, მაგალითად სიგარეტის მოწევის ან სხვა რაღაცის, ხო, ძალიან რთულია ამის ყველაფრის მერე განდევნა შენგან. ესე იგი, უნდა შენ კონდეს ისეთი მეთოდიკა სწავლების, ისეთი მეთოდოლოგია სწავლების, რომ სტუდენტმა შეძლოს, მოსწავლემ შეძლოს ცოდნა გადაიყვანოს ჩვეულებაში. ეს არის ყველაზე მთავარი. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ამის გაკეთება შეიძლება მაშინ, როცა მაქსიმალური ინფორმაცია შენ აზრობ ისეც, რომ მან შეიძლება გადაიყვანოს ეს ყველაფერი რაღაც გამოსახულებაში. იმიტომ რომ ადამიანის ტვინი უმეტეს შემთხვევაში მუშაობს გამოსახულებით. თქვენ რო ტექსტს გეუბნებიან, თქვენ აუცილებლად რაღაც გამოსახულებას უკავშირებთ, ხო? ეს არის ყველაზე კარგი ჩაწერის მექანიზმი ტვინში. აი, ამისთვის არის საჭირო, ამისთვის არის მაღალ ტექნოლოგიური ლაბორატორიები საჭირო, ამისთვის არის მაქსიმალურად პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება საჭირო. თუ ამას შენ შეძლებ, მაშინ გამოდის, რომ დიდი ზღვა ინფორმაციის მას შეუძლია დაიმახსოვროს და თუ ის დაიმახსოვროს ისე, რომ გადავიდეს ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ გააკეთოს. 100-ჯერ გაიმეოროს. მაგ შემთხვევაში ეს გადაუვა მას ჩვევაში. აი მოტივაცია იბადება მაშინ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი გადავიყვანოთ სწორედ აი ამ სწავლის ტიპზე. რომ ჩვენ მაქსიმალურად თეორიიდან მინიმალური დავტოვოთ, ასე ვთქვათ, ოდენობა საათების თეორიაზე და მაქსიმალურად მივცეთ სტუდენტს საშუალება, რომ ლაბორატორიებში და პრაქტიკულ მეცადინეობებში და ამებში მან რეალურად თავის თვალით დაინახოს ის, რაც დაფაზე იწერება ერთი ფორმულით. ეს კიდე მთელი პროცესია. აი მხოლოდ ამ დანახვის შემდეგ, ბევრჯერ გამეორების შემდეგ, როცა შენი თვალით ხედავ პროცესს, შენ ეს გამახსოვდება და ეს გადის უჩვეულებაში. აი ასე. თქვენ იცით ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ და მე მგონი ყველაფერი ნათელი იქნება. ერთმა ქალბატონმა დაინახა პავლო პიკასო და მივიდა და უთხრა იქნებ დამხატოთ. პიკასომ 2 წუთში დახატა. და უთხრა $100,000 უნდა მომცეთ ამ ნახატშიო და რა ამბავი $100,000 2 წუთში დამხატეთო. იმისთვის რომ მე თქვენ 2 წუთში დამიხატეთო, ამისთვის მე მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსადებოდი და მუშაობდი. აი ეს არის მარტივი. ყველაფერი გენიალური კიდევ ერთია. როცა სწავლობთ, უნდა იცოდეთ. არ მიაჯინდეთ რაღაცას, რომელიც არის აი ძალიან რთული თქვენთვის, ხო? აი მომენტში არ შედის თავში. მომენტალურად უნდა განთავისუფლდეთ, სხვა საქმეზე გადახვიდეთ, ტვინი განთავისუფლოთ და აუცილებლად იმას შეისწავლეთ გაცილებით მარტივად, ვიდრე დაჟინებით. რატომ? ტვინს უნდა თავისუფლების დიდი ხარისხი. არ უნდა გააწვალო, არ უნდა დაჟინებით მოთხოვო ის, რაც მისთვის ეხლა მეუღელებელი. ამას ყველაფერს ყვები იმისთვის, რომ თვითონ სასწავლო პროცესი უნდა გახდეს ასეთი. თუ ჩვენ მოვახერხებთ და სასწავლო პროცესს აი ამ ტიპის მეთოდოლოგიად, ასე ვთქვათ, მივართმევთ ჩვენ სტუდენტებს, მაშინ იქნება ძალიან ბევრი წარმატებული. არის ღრმად მოტივირებული ხალხი, არის ზედაპირული ხალხი, ღრმად მოტივირებული ხალხი მხოლოდ და მხოლოდ
სწორი ასე ვთქვათ, ნაბიჯებით აღწევენ თავის მიზნებს და ნაკლებად მოტივირებული, ფუქსავატი, ასე ვთქვათ, იოლად ამყოლი და წამყოლი, ეს ყოველთვის ეძებს მარტივ გზებს მისაღწევად. ეს არის იგივე თავის გამოჩენა იმ დონეზე, რომლის რა დონისას თვითონ არ არის. ხშირად ვიღებ ჩვენ ამ სურათს, მაგრამ ეს არ არის იმის რეალური მიზანი, ეს არის უბედურება. მას გონია რომ ეს მისი მიზანია, მაგრამ ის აღწევს რაღაცას, რომელიც მე ხვალ ასე ვთქვათ, ხვდება რომ ეს მისი არ არის, ამიტომ მას უწევს უკვე ახალ მიზნებზე მუშაობა და ღრმად მოტივირებული ირჩევს სწორ მიზანს. ეს არის ერთი მიზანი მისი და ის მას აღწევს და მაშინ არის ის ბედნიერი. ერთი რამე ვთქვათ, მიზნის მიღწევა და ბედნიერება ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. თუ თქვენ აღწევთ მიზანს, თუ თქვენ შრომით ხარობთ, თუ ეს თქვენი პარალელურად ხობიც არის, ანუ გაძლევთ სიამოვნებას, ხო? მაშინ ეს არის ბედნიერება. არის ხალხი, სადაც რეალურად ჯანსაღი კონკურენცია, ეს არის განათლებიდან გამომდინარე, შინაგანი мотиваციებიდან გამომდინარე და არის ხალხი, რომელსაც ჯანსაღი კონკურენცია მეუღებელია. სამწუხაროდ ხშირია ასეთი შემთხვევა. ინტერესი სამედიცინო უნივერსიტეტისადმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისადმი ყოველწლიურად იზრდება. ერთ მაგალითს მოვიყვან. ამის ყველაზე მეტად დამადასტურებელი არის, ვფიქრობ, პირველადი განაცხადი აბიტურიენტობის დროს. აბიტურიენტი ყოველთვის აღნიშნავს პირველად იმას, რაც მას უნდა. 2014 წლის მიღებაზე არც ერთ უმაღლეს სასწავლებლის სამედიცინო პროფილის, არც ერთ ფაკულტეტზე ერთი კაციც კი არ ყოფილა ერთ ადგილზე. წელს გაჩნდა ესეთი უნივერსიტეტები და სამედიცინო უნივერსიტეტში შარშან კონკურსი იყო პირველი განაცხადის მიხედვით 2.5, მედიცინის ფაკულტეტზე ერთ ადგილზე, წელს 3.8 კაცია ერთ ადგილზე. რაც თავისთავად საკმაოდ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი განაცხადის მიხედვით კონკურსი საერთოდ საქართველოში 12 უმაღლეს სასწავლებელში იყო ერთი კაცი ერთადზე მეტი ერთ ადგილზე. დანარჩენზე იყო ერთ კაცზე ნაკლები ერთ ადგილზე. სამედიცინო უნივერსიტეტი აქ მესამე ადგილზე გამოვიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის შემდგომ, სადაც ხვევები იყო 2/10-ში. მხოლოდ 2/10-ში. აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტორი, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არ ხორციელდება სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული არც ერთი პროგრამა. მაშინ, როდესაც ეს ძალიან კარგია, საქართველოში ასეთი პროგრამების რიცხვმა 21-ს მიაღწია. თუ ამასაც გავითვალისწინებთ, რომ არც ერთი პროგრამა არ ხორციელდება, მაშინ ჩავთვლით, რომ აქ ინტერესი კიდევ უფრო დიდია. ამდენად დღეს იმ პროცესებმა, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და განსაკუთრებით ჯანდაცვაში, საყოველთაო დაზღვევა მაქვს ხედულობაში, კიდევ უფრო მეტად გაზარდა აბიტურიენტების ინტერესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისადმი და ზოგადად სამედიცინო პროფილის სპეციალობებისადმი. ამდენად სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან მოდიან მედიცინის შესასწავლად, უფრო მოტივირებულები არიან და მე მინდა ვთქვა, რომ საერთო საშუალო სკალირებული ქულით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბიტურიენტების კურსზე მაქვს ხედულობაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე არის. ყოველივე ეს კომპლექსში იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენი სტუდენტები, ქართველი სტუდენტები მოტივირებულები არიან. თუ ეხლა ამას დავამატებთ იმას, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მსოფლიოს 55 ქვეყნის მოქალაქეები სწავლობენ, ისე იგი საქართველოს გარდა 55 ქვეყანაში გვეყოლება უკვე ჩვენი კურსდამთავრებულები, რაც კიდევ უფრო მეტად წევს ჩვენი უნივერსიტეტის რეიტინგს, საერთაშორისო რენომეს, ინტერესი ჩვენი უნივერსიტეტისადმი და მისი სპეციალობებისადმი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომავალში. მაშინ როცა მე სტუდენტი ვიყავი და ეს იყო 90-იან წლებში, ჩემთვის რო ეკითხათ, რომ რატო ვსწავლობდი სამედიცინო უნივერსიტეტში და ჩემი мотиваცია რა იყო, აუცილებლად ვეთყოდი, რომ პირველი რაც იყო, იმიტომ რომ მემსახურა ჩემი ხალხისთვის, ჩემი სამშობლოსთვის. და ეს იქნებოდა ჩემი мотиваცია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს უკვე სტუდენტების დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ ძალიან შეიცვალა. мотиваცია, იმიტომ რომ მიიღო ძალიან კარგი განათლება, არის საჭირო, იმიტომ რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა ემსახურო შენ სამშობლოს და შენ ხალხს, მაგრამ პირველ რიგში აუცილებლად უნდა შეძლო შენი თავის შენახვა.
მიიღო ცოდნა, მიიღო უმაღლესი განათლება საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებით, აუცილებლად უნდა შეგეძლოს შესაბამისი სამსახურის შოვნა. რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურებით. ეს უნდა იყოს მოტივაცია იმისი, რომ შენ გახვიდე უკვე ფართო ასპარეზზე და შეძლო იმისი კეთება, რაც გიყვარს, რაც შეგიძლია, რაც ისწავლე, რაც შეითვისე მთელი ამ წლების განმავლობაში. საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებენ მშობლები დღესდღეობით. ჩემი სტუდენტობა იყო ეს ის პერიოდი, როდესაც ჩვენ უმაღლესში ვაფარებდით და სწავლება იყო უფასო. დღევანდელი სტუდენტი საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს განათლების მიღებისთვის. ამიტომ ჩადებული თანხა ყოველთვის ადეკვატური უნდა იყოს. მას უნდა შეეძლოს დასაქმება შესაბამისად თავისი ცოდნისა. სანამ მაგას გააკეთებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოტივაცია უნივერსიტეტში და აი ეს მოტივაცია ჩვენ უნდა შევუქმნათ. გარემო პირობები, მაღალი ხარისხის განათლება, შესაბამისი მაღალკვალიფიციური პედაგოგები, სათანადოდ ჩატარებული ლექციები და შესაბამისი ღონისძიებები, რაც სტუდენტისთვის აუცილებელია. რა თქმა უნდა, განათლებასთან ერთად უნდა იყოს აუცილებლად სხვა დანარჩენი ასე ვთქვათ, ღონისძიებები იქნება, მათ მიერ შესრულებული გართობა იქნება, ეს ერთმანეთად კომპლექსურად უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი და მოტივაცია უნდა ჰქონდეს ბავშვს, სიხარულით უნდა მოდიოდეს უნივერსიტეტში და უნდა ბედნიერი იყოს, იმიტომ რომ აქ არა მარტო განათლებას მიიღებს, არამედ გარემო პირობები ექნება შესაბამისი სამეგობრო წრეყოლება და დამოკიდებულება და ურთიერთობა ექნება ძალიან ახლობლური, მეგობრული და თბილი. ძალიან ბევრს ნიშნავს აი ეს მოტივაცია სტუდენტისთვის, რასაც რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუქმნიდეთ და აუცილებლად უნდა უქმნიდეს სახელმწიფო. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს, რომ სტუდენტი უნივერსიტეტიდან გასული, კურსდამთავრებული, მიღებული გარკვეული კარგი ცოდნით და კარგი განათლებით შეეძლოს, რომ შესთავაზოს მას სამუშაო ადგილები. სახელმწიფოზე ეს ძალიან არის დამოკიდებული. მოტივირებული უნდა იყოს ახალგაზრდა, რომ იცხოვროს ჩვენ ქვეყანაში და სურვილი ჰქონდეს, რომ შექმნას და წინ წავიდეს ჩვენი ქვეყანა, იყოს ძლიერი და ისეთი, როგორც სხვა ძლიერი ქვეყნები არიან.